კარიერის დასაწყისში ერთი რამ ძალიან მაგვირებდა, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა თანამშრომელი თითქმის ერთი და იგივე ინფორმაციას მიზიარებდა. მეუბნებოდნენ, რომ კომპანიები უსამართლოები იყვნენ, გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებდნენ, არასწორი იყო, მენეჯერები არაკომპეტენტურები იყვნენ, დაწინაურებები სუბიექტური იყო და რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებოდი, ვიაზრებდი, რომ აი როგორ შეიძლება ყველა კომპანია ცუდი იყოს, ან ყველა გადაწყვეტილება არასწორი, ხო? ანუ სტატისტიკურად შეუძლებელი არის. და დავიწყე დაკვირვება და იმის გამორკვევა, რომ სად შეიძლება იყოს მთავარი პრობლემა დამალული და გავიაზრე, რომ პრობლემა ყოველთვის გარემო არ არის, არამედ ხშირად არის ის მოლოდინები, რასაც ჩვენ თავს ვუსახავთ, ესე ვთქვათ, წინასწარ სანამ შეუერთდებით რომელიმე კომპანიას, ის ისტორიები, რომელსაც ჩვენ თავს უყვებით და ის ინტერპრეტაციები, რასაც სხვადასხვა მოვლენას ვაძლევთ და რაც უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებდი, ხვდებოდი, რომ სამსახურში რეალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ჩვენი პერსპექტივა, როგორ ვუყურებთ ჩვენს მოვლენებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრება გახდა ძალიან მშვიდი, ურეაქციო და მთელი ჩემი დრო ხმარდება ჩემს განვითარებას და ჩემს მიზნებს. ეს ყოველთვის ესე არ იყო, მეც მოვდივარ იმ ადგილიდან, სადაც ვიყავი ძალიან რეაქციული, მაგრამ ჩემამდე მოვიდა რაღაც გააზრებები, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მინდა რომ ეს გააზრებები გაგიზიაროთ, რადგან ჩემს გარშემო არც კომპანიები შეცვალა და არც ხალხი, მაგრამ ჩემმა პერსპექტივამ, ჩემი ცხოვრების ხარისხი და ჩემი სიმშვიდე და მნიშვნელოვანი გააუმჯობესა და ვფიქრობ, საინტერესო იქნება თქვენთვისაც მოისმინოთ, რამ შეცვალა ის ასე ძალიან. პირველი გააზრება არის ის, რომ ყველა დამსაქმებელი ოდესღაც იყო დასაქმებული და იჯდა იმ ოთახებში და იმ აგიდასთან, სადაც ფიქრობდა, რომ ნეტა მე შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ნეტა მე მქონდეს მეტი გავლენა, ნეტა მე ვიყო ის, ვისაც უფრო მეტი კონტროლი ექნება ჩემს დროზე. ყველა მოდის იმ წერტილიდან, სადაც ყველას უნდა და უფრო მეტი ვიდრე იმ მომენტში ქონდა. შესაბამისად, ძალაუფლების, კონტროლის და გავლენის მოთხოვნილება ეს არის ადამიანური ბუნების ნაწილი და არა ცუდი მენეჯერის. რაც ნიშნავს, რომ ყველა დამსაქმებელი ცუდი არ არის, ჩვენც რო გავხდებით დამსაქმებლები, ჩვენც ზუსტად იგივენაირად გაგვაკრიტიკებენ იმ ბერკეტების გამო, რომელიც ავტომატურად ეძლევა დამსაქმებელს. ესე არის კორპორატიული სამყარო მოწყობილი, ვიღაც დავალებას გასცემს და ვიღაც არის შემსრულებელი და იმის მაგივრად, რომ გავაკრიტიკო ადამიანები, გულწრფელად რო ვთქვა, უბრალოდ ვეკითხები ხოლმე ჩემ თავს, მე მათ ადგილას რას გავაკეთებდი და ის პასუხი, რასაც პოულობ, ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას მაძლევს, ვიდრე ნებისმიერი სახის კრიტიკა მომცემდა. მეორე გააზრება არის ის, რომ საღამოს ამას აღარავინ გაიხსენებს. მეც მქონია დღეები, როცა ძალიან ბევრ დროს ვხარჯავდი იმის გააზრებაში, ვინ რა როგორ მითხრა, რატო გამოწყვეტინა საუბარი, ესე რატო შემომხედა, ის ტონი რატო ქონდა და ძალიან ბევრ დროს ვხარჯავდი ჩემთვის ძალიან უსარგებლო ფიქრებში. ჩვენ არ ვართ ტექნიკა, შუბლზე არ გვაწერია რამდენი პროცენტი ენერგია დაგვრჩა, მაგრამ რეალობა არის, რომ ჩვენი ენერგია არ არის ულევი. იმ ენერგიას ვაკლებთ ჩვენი თავის განვითარებას და ჩვენი უნარების გაუმჯობესებას. მივხვდი, რომ საღამოს ყველა მიდის სახლში, მეგობრებთან, ოჯახთან და ეს ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას. ამიტომ ვკითხე ჩემ თავს, თუ საღამოს ეს უკვე უმნიშვნელო იქნება ჩემთვის, დღის საათებში რატო უთმობ ამდენ მნიშვნელობას და ამ პერსპექტივამ უამრავი ენერგია დამიბრუნა უკან, რომელიც სრულიად მიდის ჩემი თავის განვითარებაზე, მომიტანა უდიდესი სიმშვიდე და სიმშვიდე დღეს კორპორატიულ სამყაროში არის კონკურენტული უპირატესობა. მესამე გააზრება არის ის, რომ ეს ყველაფერი არის ანაზღაურებადი სწავლება. ჩემი ცხოვრება შეიცვალა მნიშვნელოვნად, როცა სამსახურს შევხედე, როგორც სივრცე, სადაც არა მხოლოდ ხელფასი მინდა, არამედ მინდა რომ გავიზარდო, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. და როდესაც ზრდა ხდება შენი მიზანი, მაშინ ის რთული პროექტი არც ისეთი რთული აღარ არის, ის რთული კოლეგაც იმდენად აღარ გეპრობლემება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იცი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რაღაც მიზანს. შესაბამისად, ყველა გამოწვევა, ყველა სირთულე თუ ყველა დაბრკოლება გარდაუქმნელი ჩემს გონებაში მონაცემად, რომელიც ემსახურება იმას, რომ საბოლოო ჯამში მე გავიზრდები, ვისწავლი და ამ ჩემს უამრავ მონაცემს, რომელიც ყოველთვის სასიამოვნო გარემოდან არ შემიგროვებია, გამოვიყენებ ჩემთვის სასარგებლოდ. მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობა ყოველ დღე მოთმინების გამოცდას აბარებს სამსახურში, მე სამსახურს ვუდგები როგორც ლექციას, სადაც ვსივარ როგორც სტუდენტი და როდესაც სწავლის პერსპექტივიდან ვუყურებ ყველაფერს, სტრესის უდიდესი ნაწილი უბრალოდ ქრება. მეოთხე გააზრება არის ის, რომ არაფერს ვიღებ პირადულად, ეს ერთ-ერთი ყველაზე განმათავისუფლებელი აზრი ჩემს კარიერაში და პირად ცხოვრებაშიც,
ვიაზრებ, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს პირისპირ დგას, მას აქვს სხვა გამოცდილება, სხვა ისტორია, სხვა პრიორიტეტები, სხვა საზრუნავი და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გვეხება ჩვენ თუ რაღაც ისეთი მოვისმინეთ, რაც ჩვენს ყურს არ ესიამოვნა, განსხვავებული აზრი ჩემთვის არ ნიშნავს ცუდ ადამიანს, როდესაც ამას აცნობიერებ, ხდები ბევრად უფრო მშვიდი და ეფექტური. მეხუთე გააზრება კი არის ის, რომ შენი რეპუტაცია შენს განზრახვებს არ იცნობს. ეს გააზრება ალბათ ყველაზე გვიან მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ადამიანები არ აფასებენ ამას, ჩვენ რისი გაკეთება გვინდოდა. აფასებენ იმას, ჩვენ რა გავაკეთეთ და მათ რა დაინახეს. კორპორატულ სამყაროში რეალობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის აღქმული რეალობა. და ჩვენს განზრახვას ვერავინ ვერასდროს ვერ წაიკითხავს, თუ ეს ან კომუნიკაციაში, ან ქცევაში არ გამოვლინდა. დღეს უკვე ნაკლებად ვფიქრობ იმაზე, რისი გაკეთება მინდოდა, ჩემი ფოკუსი შეიცვალა და ჩემ თავს უსმევ კითხვას, რას ხედავენ სხვები და რამდენად კარგად გადმოვცემ ჩემს რეალურ განზრახვას. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა გააზრებებიც მაქვს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს 5 იყო ის ფუნდამენტური, რომელმაც მომიტანა უდიდესი სიმშვიდე და ამ არხის შექმნის ერთ-ერთი მიზანიც არის ის, რომ ჩემი დაკვირვებები და გააზრებები გაგიზიაროთ, რაც ჩემი აზრით, ყველა დასაქმებულ ადამიანში მოიტანს მეტ სიმშვიდეს, მეტ ფოკუსს თავიანთი თავის განვითარებაზე და მეტ კოლაბორაციას, კრიტიკის და კონფლიქტის მაგივრად. გამიხარდება თუ დამიწერთ რომელიმე თუ ეთანხმებით, ან თქვენი გააზრებები რა არის, რაც მე არ მიხსენებია.